გამარჯობა. დინამო ერთ საუკუნის გახდა. როგორც დინამოს რიგითი გულშემატკივარი, ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი კლუბის ცხოვრებაში. 1000 და იმაზე მეტი ისტორია არის ამ გუნდის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი, კარგი, ემოციური, ვნებიანი და ამათ შორის, რა თქმა უნდა, გულგასატეხიც არაერთი დეტალია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ 100 წლის მანძილზე დინამოს ერთგვარი თავისი თამასა უჭირავს, რომელიც მხოლოდ სიტყვის ხსენებით დინამო უკვე ყველაფერს ამბობს თავის თავზე. ამბობენ, რომ 100 წლის წინ დაიწყო ეს ისტორია, რა თქმა უნდა, თბილისში მანამდეც იყო გუნდები, არაერთიდან, თუმცა ოფიციალური მონაცემები რაც გვაქვს, იმდროინდელი მემატიანეებისგან ოფიციალურად 1925 წელს მიეცა ამ ყველაფერს სახე. საზოგადოება, სპორტ საზოგადოება დინამო 1923 წელს ჩამოყალიბდა და ესე რიგრიგობით სხვადასხვა მაშინდელ ქალაქებში ფეხბურთის პოპულარობასთან ერთად დინამოც პოპულარული გახდა. თბილისში საბოლოოდ ესეთი ოფიციალური სახე ზუსტად 100 წლის წინ მიეცა ამ გუნდს. მე ყოველთვის ესე აღვნიშნავ, როდესაც ხარ დედაქალაქელი და გიყვარს ფეხბურთი, როგორ შეიძლება რომ დინამო არ გიყვარდეს. დავიწყებ იმით, რომ დინამოს dedicated ფორმა აქამდე არ ქონია არასდროს. რაღაც დეტალები რა თქმა უნდა ყოფილა, თუმცა მთლიანად მთელი ფორმა რომ მიძღვნილი ყოფილიყოს რაიმე აღსანიშნავი მოვლენისთვის, ესეთი ჯერ არ ყოფილა. თან ლოგიკურად გაჩნდა აზრი, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი იყო სპეციალური ეკიპირება, მთავარი ფორმა ერთი საუკუნის ისტორიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ყოფილიყო სულ პირველი ფორმის ეგრეთ წოდებული რიმეიკი. საბედნიეროდ ერთ-ერთი პირველი ფორმის ვიზუალი, როგორიც არის, ის მოიპოვება. 1926 წლის ფოტო მოიპოვება, რომელზეც დინამო თბილისი და ბაქოს დინამოს ფეხბურთელები არიან ერთად. დღევანდელ ფეხბურთში თასმები აღარც ისე პოპულარული და მიღებულია ყველა ვიცით, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ამ დიზაინს სწორედ ეს თასმები და საყელო ბევრად უფრო დახვეწილს გახდიდა და უფრო წარმოსადეგს გახდიდა. ყველა სვავს კითხვას, რატო არის მხოლოდ ვარსკვლავი. პირველი რომ იმ ძველ ფორმას არ ქონდა საერთოდ ლოგო, ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრეთ, რომ ეს ფორმაც ლოგოს გარეშე გავეკეთებინა, თუმცა ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად აპრობირებულია და მიღებულია, რომ გუნდი თავისი ეროვნული ჩემპიონატის 10 ჯერ მოგების შემთხვევაში ვარსკვლავს იღებს, ასე ვთქვათ, ლოგოზე აღსანიშნავ ნიშნად, ერთი საჩემპიონო გამარჯვება გვაკლია 2 ვარსკვლავამდე, რასაც ძალიან ველოდებით. მაისურის ზოლებზე გადავწყვიტეთ ესეთი დეტალების დასმა. აი ამ მაისურზე ყველა ზოლი, მოკლედ აღნიშნავს დინამო არენის ტრიბუნებს და დინამო არენაზე გვაქვს ერთი ადგილი. აი ამას გაჩვენებთ კიდევაც კამერაში, მოკლედ საიდანაც ჩანს თბილისის ფუნიკულიორი და ეგრეთ წოდებული ეშმაკის ბორბალი. და მოკლედ აი ეს დეტალებია დატანილი. არკები, ეს ის ძველი არკები, რომლებიც 30-იანი წლებიდან არის დინამო სტადიონზე. გადავწყვიტეთ, რომ ამ დეტალების დატანა იქნებოდა ზუსტად აი ეს გულშემატკივარსა და თავად ამ გუნდს შორის არსებული 10 წლები გამოვლილი კავშირის დამამტკიცებელი. ჩვენი მეორე ფორმა. დავიწყეთ ყველაფერი პირველი ფორმით, 100 წლის წინანდელი დიზაინის რიმეიკით და მეორე ფორმაც გადავწყვიტეთ, რომ ასევე ერთ-ერთი აღსანიშნავი პერიოდის ყოფილიყო და დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელის და ეს სტადიონი ვის სახელსაც ატარებს, მოკლედ ბორის პაიჭაძის დროინდელი დინამოს ფორმა ავიღეთ ერთ-ერთ სამაგალითოდ, რადგან დინამოს ისტორიაში ძველი რა ფოტოების მოიპოვება უმეტესობა არის აი ესეთი ჰორიზონტალურ ზოლიანი დიზაინით, დაახლოებით
თუ არ ვსდები, დაახლოებით 30 წელი, შეიძლება უფრო მეტიც ეცვა სხვადასხვა პერიოდებში დინამოს ესეთი ფორმა და გადავწყვიტეთ, რომ ამას არ გავქცეოდით და დაახლოებით ამ სტილში გაგვეკეთებინა, აქაც ბევრი ფერების ლავირებისგან თავი შევიკავეთ. ის ჩვენი სტადიონის, ასე ვთქვათ, შეიპები, რომლებიც ზოლებში, წინა ფორმის ზოლებში ქონდა ჩასმული, აქ შევეცადეთ უფრო განივრად თეთრ ზოლში ჩამჯდარიყო და ზუსტად პაიჭაძის დროინდელ ეპოქასთან პაიჭაძის სტადიონის დეტალებიც კაი გადმოძახილშია და მოკლედ თეთრ ზოლებზე, საყელოზეც და სახელოებზეც ზუსტად ეს ტრიბუნის და ძველი არკების ლამაზი დეტალები ჩავსვით. ამ მაისურზე აღსანიშნავი რაც არის და გამოსარჩევი წინა ფორმიდან ეს არის უკვე სპეციალურად 100 წლის თავისთვის შექმნილი გუნდის ლოგო, რომელიც გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვესვა ესეთ მრგვალ ფარში თავისი წლების აღნიშვნით და 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ესეთი ერთგვარი დიზაინის წარწერით. და ჩვენი მესამე ფორმა. მესამე ფორმა გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა რადიკალურად განსხვავებული ვიდრე ჩვენი 100 წლის ისტორია და მთლიანად ჩვენი აზრები როგორი შექმნილი იყო კონცეფცია და დიზაინი ფორმის გადაეწყო მოდერნ სტილზე. რაღაც ისეთი გვინდოდა რაც საერთოდ სხვა მხრიდან დაინახავდა ამ ქალაქის და ამ გუნდის ერთმანეთთან კავშირს. ფერს რაც შეეხება შავი ფერი რაც დინამოს აცვია მესამე ფორმა, უმეტეს შემთხვევაში ისე დაემთხვა, რომ მესამე ფერი არის შავი. ეს არ არის რაღაც რამეზე კონკრეტული ან მანიშნებელი ან გამომხატველი, უბრალოდ ესე დაემთხვა, თორემ ჩვენ ისტორიაში მესამე ფორმა ნარინჯისფერიც ყოფილა, წითელიც ყოფილა და ყვითელიც ყოფილა. ასე რომ ეს შავი უბრალოდ უფრო მეტჯერ იყო დინამოს ისტორიაში და გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო ამ შემთხვევაში შავი. რამ განაპირობა კიდე ეს აზრი. შავთან დაკავშირებით გვინდოდა ამ ფორმაში ერთი დეტალისთვის გაგვესვა ხაზი, რადგან ფორმა იქნებოდა ეგრეთ წოდებული მოდერნი და არა რეტრო. ამ კლუბის ასაკი და ტიტულები გვინდოდა, რომ გამორჩეულად ყოფილიყო ოქროსფერით აღნიშნული. შესაბამისად, ეს ოქროსფერი, რომელიც ლოგოშიც ჩაიხატა და მაისურის დეტალებშიც არის, შავს კარგად მოუხდა. და ნუ მოკლედ სახელოებზე და საყელოზე გადავწყვიტეთ, რომ დინამოს ფერები, ლურჯი თეთრი და ოქროსფერი, რომელიც 100 წლოვან იუბილესთან არის კავშირში, ეს ფერები გამოგვეყენებინა. თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პულსაცია დაარსების დღიდან ეს არის მდინარე მტკვარი, რომელიც ფაქტიურად რამდენიმე პოეტის ლექს თუ არ ჩავთვლით, საერთოდ არაფერში არ ჩანს. გადავწყვიტეთ, რომ მაისურზე ყოფილიყო მდინარე მტკვარის, აი ლურჯად, ზუსტად მდინარე მტკვარის ლოკაცია არის თბილისთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ ასევე მეორე დეტალი, რომელიც მხოლოდ მოხმარებით არის თბილისში ცნობილი და აღნიშნით, რატომღაც ყველას ავიწყდება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ჰაბი მეტრო, თბილისის მეტრო, რომელიც დედაქალაქთან 100%-ით სრულიად კავშირშია და აი ეს ოქროსფერი და თეთრი ზოლები მაისურზე სწორედ თბილისის მეტროს ხაზებს ქმნის. საბოლოოდ ჩანახატის დასრულების შემდეგ მოკლედ გადაწყდა, რომ ეს სამივე ზოლი იდეალურად ქმნის დინამო არენას პოზიციას ამ მაისურზე და ბოლო არჩევანიც გაკეთდა სწორედ ამ მოდელზე, რომელიც ყველაზე განსხვავებული, ყველაზე თანამედროვე და იდეურად თბილისთან ყველაზე დაკავშირებულია. ეს რაც შეეხებოდა დინამოს ფორმებს, მათი წარმოშობის იდეას, კონცეფციას და საბოლოოდ მიღებულ სახეს, ისე კი ამ საიუბილეო წელს დინამოსგან კიდევ არაერთი სიურპრიზი ელის გულშემატკივარს კიდე იქნება სიახლეები, რომელსაც ეტაპობრივად ნელ-ნელა ჩვენს გულშემატკივარს ვასნობებთ და მოვასწრებთ.